მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. თქვენ უყურებთ გადაცემა თევზაობის დროს როგორც ყოველთვის და დღეს გვექნება ძალიან საინტერესო გადაცემა, რადგანაც გვიახლოვდება ახალი სათევზაო 2019 წლის სათევზაო სეზონი. აქედან გამომდინარე, მე როგორც ტივ-ტივი საქართველოს სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვაცხადებ, რომ 5 მაისიდან ვიწყებთ ღია სამოყვარულო ტურნირებს, რომელიც რა თქმა უნდა მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება. გვექნება ჩვენ მინიმუმ 4 ტურნირი, სამოყვარულო რა თქმა უნდა. და მე გიწევთ რომ მოგზავნეთ ჩვენს ტურნირებზე და მიიღოთ მონაწილეობა. დეტალურად თუ როდის და როგორ ჩატარდება ტურნირები შეგიძლიათ რა თქმა უნდა ეკრანზე იხილოთ, ან გადახვიდეთ ჩვენს მითითებულ ბლოგზე, რომელიც ვიდეოს ქვევით იქნება აღწერაში. და მინდა გითხრათ რომ ნებისმიერ ტივ-ტივით თევზაობით დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან ყველა შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს ძალიან საინტერესო ტურნირებში. გვექნება წამახალისებელი საჩუქრები, ისე რომ ნებისმიერ შეგიძლიათ მოგზავნეთ და გაერთოთ თევზაობით. იმისთვის რომ გაიგოთ თუ რას გვირდებით ჩვენ 2019 წლის ღია სამოყვარულო ტურნირებზე, მოდით ერთად გავიხსენოთ შარშანდელი 2018 წლის ჩატარებული ტურნირები. ტივ-ტივის სპორტულ თევზჭერაში ვატარებთ ღია სამოყვარულო ტურნირს, საკმაოდ კარგი ზომაა, საკმაოდ. არ უნდა რომ დანებდეს. თითქმის ბადეში არა. ვაუ, იქითაც სერიოზული თევზი დაერდა. დავასრულეთ ერთ მონაწილესთან, ესე იგი თევზის ამოყვანა და აგერ უკვე დავიდა მეორე მონაწილესთან. თევზი არ გვასვენებს, მე არც მახსოვს ესეთი ტურნირი. ახლა კი მინდა აგიხსნათ და გაჩვენოთ თუ რა აღჭურვილობაა საჭირო იმისთვის რომ მივიღოთ სამოყვარულო ტურნირებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა პირველ რიგში სკამი, რომელიც არის ჩვენთვის კომფორტი. შემდეგ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ტივ-ტივის ჯოხი. ეს იქნება ბოლონიური მატჩის თუ მოსაქმეები მახის არ აქვს მნიშვნელობა. შემდეგი თევზის ამოსაყვანი ბადე, რომ ჩვენი თევზი არ დავაზიანოთ, როდესაც მას დავიჭერთ და ამოვიყვანოთ, აი ესეთი. ნებისმიერი სახის არ აქვს მნიშვნელობა რა სიგრძის იქნება და ძალიან მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აღჭურვილობა, ეს არის თევზის შესანახი ბადე, რომელიც უნდა იყოს მინიმუმ 2 მეტრიანი და უნდა იყოს რბილი ქსოვილისგან დამზადებული. აი ესეთი, რომელსაც ახლა მე ამოვიღებ ჩვენი ჩანთიდან. ნუ ეს არის ამ შემთხვევაში 3 მეტრიანი, თუმცა მინიმუმ 2 მეტრიანი უნდა იყოს, რომ თევზი არ დაგვიზიანდეს, როდესაც მასში გავუშვებთ ჩვენს დაჭრილ თევზს. ეს ხშირად თავიდან არ გამომდის ხოლმე, თუმცა აბა ვნახოთ როგორ გამოდის. აბა წავიდა. არა ჩვეულებრივი გასროლა იყო. ესე იგი მეგობრებო, ნიკოლოზ გარსენიშვილს დაუჟდა საკმაოდ კარგი ზომის თევზი. სავარაუდოდ თეთრი ამურია, რომელიც გამოყავს. ჩუმად ვიყოთ რომ არ შეუშავოთ ხელი. დავაკვირდეთ. თავარია დაიღალოთ. საკმაოდ კარგი ზომაა, საკმაოდ. იქნება მინიმუმ ალბათ 2 კილო მაინც. საკმაოდ კარგი ზომაა. მაგარი. გილოცავ ნიკოლოზ. ძირითადად ყველა ადამიანი იწყებს თავიდან ტივ-ტივით თევზაობას. იქიდან გამომდინარე რომ ვფიქრობ ეს სტილი არის ძალიან ლამაზი. ეს სტილი არის ძალიან სასიამოვნო პროცესი, იმიტომ რომ როდესაც ტივ-ტივებს ჩვენი ტივ-ტივა და თევზი მიდის და ძალიან ლამაზი ჩარტყმები აქვს, ნუ აი ახლა შეგიძლიათ კატში იხილოთ ეს ჩარტყმები ზუსტად. ძალიან სასიამოვნოა და ვფიქრობ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტილი სხვა სტილებთან ერთად. სოფლიოში აღიარებულია ტივ-ტივით თევზაობა, ნომერ პირველ თევზაობაც. დღესდღეობით ძალიან სერიოზული ტურნირები, საერთაშორისო ტურნირები ტარდება სხვადასხვა ქვეყნებში და ჩვენც გვაქვს იმედი რომ სულ მალე ჩვენი ნაკრებიც წავალთ და ვითევზავებთ და მივიღებთ შეჯიბში მონაწილეობას. ერთი გაიქცა და მეორე უკვე ამოყავს. ნუ საერთო ჯამში 3. ნახოთ ეს ამჯერად რას იზავს, უკვე მესამე თევზი დაუჟდა, საკმაოდ მოზრდილი. ერთი გაიქცა, ერთი ამოიყვანა და ეს უკვე მესამე. ძალიან ძლიერია და აშკარად უფრო დიდი ზომის არის. ეს მაგან გააკეთა ფსკერზე? ძალიან ძლიერია რა, მოკლედ, ძალიან ძლიერი თევზია. ვაუ, კი, აშკარად უფრო დიდია. ცოტა უფრო დიდია ზომაში. აუ რა მაგარი.
ტივ-ტივის ფედერაცია უკვე რამდენიმე წელიწადია რაც არსებობს, თუმცა მე უკვე მეორე წელიწადია ვარ სათავეში, შესაბამისად ვატარებ სამოყვარულო ტურნირებს და თქვენც ყველას მოგიწოდებთ რომ მოხვიდეთ ჩვენს ტურნირებში, რადგანაც მიიღებთ ძალიან დიდ გამოცდილებას, გაიცნობთ ცნობილ სპორტსმენ მეთევზეებს, რომლებისგანაც შეგიძლიათ გაიგოთ და მიიღოთ ძალიან დიდი ინფორმაცია და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, თუნდაც სამოყვარულო გასვლებში უფრო მეტი შედეგი გქონდეთ. მეგობრებო, 1 საათი დაჭირდა ვლადიმირს რომ დაიღალა თევზი, გამოიყვანა უკვე როგორც იქნა. საკმაოდ დიდი თევზია. კანდიდატია პირდაპირ დიდი თევზის, ანუ big fish-ის. როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ ტურნირში? ტურნირის ჩატარებამდე 2 კვირით ადრე ჩვენს ფორუმზე Sport Fishing G-ზე დაიდება შესაბამისი ინფორმაცია, თუ რა ადგილას ჩატარდება ტურნირი და როგორ უნდა გავიარეთ რეგისტრაცია. გადავდივართ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ფუნტზე, სადაც კომენტარის სახით უნდა დაწეროთ თქვენი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. შესაბამისად უკვე გავიარეთ რეგისტრაცია და გილოცავთ თქვენ მიიღებთ ღია სამოყვარულო ტურნირში მონაწილეობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წლევანდელი წელი, რადგანაც ვფიქრობთ, რომ ძალიან განვითარდება ეს სტილი საქართველოში და როგორც წინაზე აღვნიშნე, საერთაშორისო ტურნირებზე აუცილებლად ვიხილავთ საქართველოს ნაკრებს. აი თითქმის მოვიდა და ეგ არის ძალიან კარგი. გილოცავ მიხეილ საკმაოდ კარგი ზომის არის. მეგობრებო, ამოიყვანა სოსონ, კობრი, ანუ იგივე გოჭა. ძალიან მაგარი. ესე იგი ჩვენ ოპერატორს სახეზე ეთქობა რომ ძალიან უნდა დიდი თევზი დაჭერა. თითქმის მოვიდა, მგონი, დაიჭირა ვლადიმირ, როგორც იქნა გააბაბადეში თევზი, ძალიან კარგი. ახლა კი დაგემშვიდობებით ჩემო მეგობრებო და ერთი ძალიან დიდი თხოვნა მექნება თქვენთან, რომ მაქსიმალურად გააზიაროთ ჩვენი ვიდეო, რადგანაც ძალიან ბევრმა გაიგოს ტივ-ტივის თევზაობის შესახებ, ღია სამოყვარულო ტურნირების შესახებ, რომ უფრო და უფრო საინტერესო ტურნირები გამოგვივიდეს და რაც თავარია დაძაბული. როგორც ყოველთვის წარმატებულ თევზაობას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე. ახონდის. შემოგვიერთდით. გავაფართოვოთ ეს სპორტი. ყველას მოვუწოდებ სპორტულად თევზაოს, გაუფრთხილდეს ბუნებას. მოვუწოდებ მოყვარულეს დამწყებებს, რომ მოვიდნენ ჩაერთონ სპორტულ თევზჭერაში. ჩატარდა ძალიან მაგარი ტურნირი. თევზი ვიჭირეთ, საკმაოდ კაი მოზრდილი ზომის და ყველას მოვუწოდებ, რომ მონაწილეობა მიიღო. ძალიან საინტერესოა და ძალიან კაი დროს ვატარებ.